Also, I think knives are a good idea. Big, fuck-off shiny ones. Ones that look like they could skin a crocodile. Mashase, Danebi. Guns for show, knives for a pro. ეს ვიდეო იქნება პირველი ვიდეო სერიიდან, რომელიც იქნება დანებზე მიძღვნილი. ვერ ვიტყვი, დავიწყებ ამით, რომ მე ოდესმე ვიყავი ამასთი სერიოზულად აკადემიურად დაინტერესებული დანების შესწავლით, მაგრამ 25 წლის განმავლობაში შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, გარკვეული თანხები იქნა გადახდილი დანებში და მათ შორის ეს გამოცდილება დაგროვდა იმ შეცდომების ხარჯზე, რომელიც ჩემს მიერ იქნა დაშვებული. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ვიდეო იქნება, ანუ ვიდეოების სერია იქნება საინტერესო ადამიანებისთვის, პირველ რიგში, ვინც ეხლა ინტერესდებიან დანებით, ანუ დამწყებები არიან და ანუ გზის დასაწყისში დგანან, რასაც ქვია ნადირობა, თევზაობა, ლაშქრობა, ანუ ყველა ის საქმიანობა, ყველა ის სფერო, სადაც პრინციპში კარგი დანა არის აუცილებელი ატრიბუტი. პირველ რიგში ეს ვიდეოების სერია იქნება საინტერესო და განკუთვნილია ამ ადამიანებისთვის. ანუ მე მაქვს ძალიან რაციონალური, ანუ მე ვიტყოდი ზომიერი დამოკიდებულება დანების მიმართ და ზოგადად ანუ იარაღების მიმართ და პრინციპში ყველაფრის მიმართ, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მე არასდროს არ მქონდა ანუ ბევრი თავისუფალი ფული, რომელიც ამ ჰობიზე შემეძლო დამეხარჯა და ბევრი რამე ყოველთვის ჩემთვის იყო ხელმიუწვდომელი და შესაბამისად ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ იმ რაოდენობა ფინანსებით, რომელსაც ჩემნაირ ადამიანებს შეეძლოთ ამ ჰობიზე გამოეღოთ, ანუ მაქსიმალური უგუგება მიეღოთ და ეს სერია ამ ვიდეოები სწორედ ეძღვნება ამ თემას, როგორ არ დაუშვათ შეცდომები, როგორ არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომები და საბოლოო ჯამში ანუ სწორი არჩევანი გააკეთოთ და დახარჯოთ ფული იმაში, რაც ნამდვილად თქვენ გამოგადგებათ და ასე ვთქვათ, არ გახდება გადასაგდები ან თლად უარესი არ გიმტყუნებთ ყველაზე არა საჭირო დროს. ამას დავიწყებ, სერიას დავიწყებ თემით, რომელსაც შეიძლება დავარქოთ პირობითად, რა არ უნდა გააკეთოთ დანების არჩევისას. პირველ რიგში, ანუ არ უნდა იყიდოთ უსახელო წარმოებლის დანები. არ უნდა იყიდოთ ანუ კონტრაფაქტული დანები, იმიტომ რომ ეს დანები რეალურად ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ უფრო სუროგატს, ანუ ბუტაფორიას, ანუ იმიტაციას. შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაცეები, რაც მაგალითად არ მოხდება თუნდაც ყველაზე იაფი დანების შემთხვევაში, რომელსაც უშვებენ კომპანიები, რომლებიც სპეციალიზირდებიან დანების გამოშვებაზე. იქ შეიძლება შეხვდეთ ჩვენ დანა, რომელიც ნაცნობი არ არის, შეიძლება შეხვდეს ფოლადი, რომელიც საერთოდ გამოსადეგი არ არის, ანუ დანაში შეიძლება შეხვდეს კონსტრუქცია, რომელიც არ არის უსაფრთხო, იქ შეიძლება კონდეს ანუ ძალიან ისეთ საბაზისო პრობლემები, როგორც ანუ კონსტრუქციის სიმყარე და ესეთი რაღაცეები. ამასთან ერთად არ უნდა იყიდოთ დანები, რომელზეც არის ანუ განთავსებული რომელაცა იარაღის წარმოებლის სახელი. ხშირ შემთხვევაში ეს არის კონტრაფაქტული პროდუქცია, რომელიც ასე იპყრობს ყურადღებას, ზედ რომელიღაც ანუ იარაღის წარმოებლის სახელს იყენებს. სიმართლე რო გითხრათ, მე რო დავფიქრდე, ვერც ვიხსენებ ანუ კარგ კოლაბორაციას დანის და იარაღის წარმოებლებს შორის, მახსენდება მარტო ანუ კერშოუს და ჰეკლერ-კოხის კოლაბორაცია. ჰეკლერ-კოხის კოლაბორაცია, რის შედეგადაც ანუ შედარებით კარგი ხარისხის დანები იქნა გამოშვებული, ასევე რაღაცა ამის მაგვარი, ანუ სმით-ვესონი უშვებს ძალიან ფართო ასორტიმენტს პროდუქციის, რომელიც საკმაოდ ნორმალური ფასების არის და საკმაოდ კარგი ხარისხის არის. და ანუ ამას როგორც წესი, ანუ ეს ნამდვილად დანა არის და არა სუროგატი, რა დაბალი ფასიც არ უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს შევარ ბრაუნინგის მაგალითი, როდესაც ანუ ეს წმინდანის და დიდი ადამიანის სახელი დატანილი იქნა ანუ ყველანაირ ნაგავზე, რომელიც გამოშვებაც კი შეიძლებოდა. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით ამ შემთხვევაში. კიდევ ერთი ნეგატიური მაგალითი, რომელიც შემიძლია დავასახელო, არის ვალტერის დანები, უმეტწილად რომელიც არის უბრალოდ ჩვეულებრივი ტრეში. ანუ არ გამოვრიცხავ იმ მოცულობაში დანების, რაც ამ სახელით გამოდის, შეიძლება რაღაც 1, 2, 3 კარგი მოდელი იყოს. მე რაც ვნახე, მე რაც შემხვდა, მე რაც შევისწავლე, ყველა არის უკეთეს შემთხვევაში რაღაცა რაც შეიძლება ანუ დადო მიუდო ვალტერს სეიფში და იმ სეიფიდან არასდროს არ ამოიღო და არაფერში არ გამოიყენა. კიდე დანები, რომელიც არ უნდა იყიდოთ, არის დანები, ანუ ეგზოტიკური და სპეციალიზირებული კონსტრუქციის. ანუ ეგზოტიკას რას გულისხმობ, ხო? ხა მაგალითად Cold Steel-ს აქვს ეს ეგზოტიკური მოდელები, სადაც ანუ ეს ლინ თომსონი, რომელიც დამფუძნებელი იყო ამ კომპანიის და არც ისე დიდი ხნის წინ ანუ მფლობელი ამ კომპანიის, ანუ რაღაც ეგზოტიკურ დანებს უშვებდა ხოლმე, რომელიც დიზაინებს რაღაც ანუ ფილიპინებზე და იქ რაღაც გოას კუნძულზე და ეგეთ ადგილებში ნახავდა ხოლმე, ხო?
ეს ანუ თქვენ არ გჭირდებათ, ანუ ეს არის მაგას ქვია, ანუ ამერიკელები მაგას novelty-ს ეძახიან, ეს არის უფრო რაღაცა, რაც გასართობი არის, ვიდრე სერიოზული ინსტრუმენტი. 99% შემთხვევაში და ალბათ 100% შემთხვევაში ადამიანებისთვის ეს არანაირ ასე ვთქვათ იღებულებას და ინტერესს არ წარმოადგენს. ხო, ну ასეთი ეგზოტიკური შეიძლება პირობითად იყოს სპაიდერკო მატრიარქი, რომელიც თად ეგზოტიკას არ განეკუთვნება, უფრო განეკუთვნება ვიწრო სპეციალიზირებულ დანებს. ანუ მისი დანიშნულება არის ანუ თავდაცვა, ისე გვარი ანუ კარამბიტის ტიპის დანა არის და რა თქმა უნდა ხემით ვაშლს ვერ გათლი და რაღაც ანუ მას რა ქვია იქ ნაფოთებს ვერ დაამზადებ იმისთვის რომ ცეცხლი დაანთო. შეიძლება გააკეთოს, მაგრამ მეტი წვალება დაგჭირდება, უბრალოდ და დაანცოდო იქნება ამ ფუნქციისთვის. ვიწრო სპეციალიზირებულ დანებს ასევე განეკუთვნება დაივერის დანები, ეს მეთევზე სპეციალური დანები, სკინერები, კარამბიტები, მათ შორის უკვე ნახსენები, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის შექმნილი რაღაცა ერთი კონკრეტული ფუნქციისთვის და ამას ეწინება ანუ ყველა დანარჩენი ფუნქცია. შესაბამისად, ანუ ამ ერთ ფუნქციაში ეს დანა იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ყველა დანარჩენ ფუნქციაში თქვენ ეს არ გამოგადგებათ, რაც ალბათ არ ჭირდება 99% ამ ვიდეოს მაყურებელს, თუ რა თქმა უნდა თქვენ რა ვიცი ყვითავი არ ხართ და აკვალანგისტის, მაინდამაინც აკვალანგისტის დანა არ გჭირდება. ანუ ყველაფერს ამას მოკლედ უნდა მოარიდოთ თავი. ამას თქვენ რო იყიდით, ანუ ამაში თქვენ რავი დახარჯავთ უაზროდ ფულს, მეც მიყიდია ეს, მე იმ წამსვე, ანუ ეს დანას ხელში რო ვიხებდი, მე ხვდებოდი რომ ამას არანაირი გამოყენება არ აქვს. ეს დანა მე რჩებოდა უჯრაში და მე იქიდან რა ვიცი ან გაჩუქდებოდა, ან გასხვისდებოდა, ან გაქრებოდა და ეს კოლექცია რომელიც ახლა მე 25 წლის განმავლობაში დამეგროვდა, არც ერთი ესეთი დანა იქ შემორჩენილი არ არის, იმიტომ მე მაქვს უტილიტარული მიდგომა, მე არ ვიყენებ არაფერს, არ ვინახავ არაფერს და არ ვიტოვებ არაფერს, რასაც არ ვიყენებ. უსახელო დანები, კონტრაფაქტული დანები, დანები, რომელზეც ანუ რომელიღაცა იარაღის წარმოების სახელი არის დატანილი, ეგზოტიკური, სპეციალიზირებული, ეს ყველაფერი თქვენთვის უბრალოდ არ არის. ასე რომ მოერიდეთ ეგზოტიკას. ეგზოტიკა არის გათვლილი, გამეროდები გაუთვითცნობიერებელ მომხმარებელზე, არიფებზე, მოდი ასე ვთქვათ, რომელსაც არ ესმით დანის დანიშნულება და როდესაც ხედავენ რაღაცას, რაც ანუ თვალში ხვდებათ, შესაბამისად უჩნდებათ სურვილი ის რომ იყიდოთ, მაგრამ ეს ეგზოტიკა საბოლოო ჯამში არაფერში არ ადგება ადამიანს და ეს იქნება უკვე ცოტა კონტროვერსიული ვარიანტი, slip joint-ები. რა არის slip joint-ი? Slip joint-ი არის დასაკეცი დანა, რომლის დანის პირი გახსნილ მდგომარეობაში მას აკავებს მარტო ზამბარა. ზამბარის ძალას რო დაძლევთ, პირი აიკეცება. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ხელი გამიჭრია, ისე რომ ანუ ისე მწარეთ რომ ეს დამემახსოვრებია, ყველა შემთხვევაში დამნაშავე იყო slip joint-ი. ამ შემთხვევაში ეს არის შრადე, ანუ ამერიკული წარმოების მანამ სანამ ჩინეთში გადაინაცვლებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ძირითადი slip joint-ი, რომელსაც მე ვიყენებ და რომელიც მასიურად საქართველოში იყიდება, არის რაღაც ამდაგვარი, ეს ვენგერი არის, მაგრამ 90 მმ-იანი ვიქტორინოქსი არის ალბათ ყველაზე გავრცელებული slip joint-ი მსოფლიოში ალბათ ზოგადად. და მეც მაქვს ძალიან, მე მაქვს ერთი 5-6 ესეთი დანა, რომელსაც ვყიდულობ, იმიტომ რომ სულგონია რომ ფასი, ფუნქციონალურობა კარგია, მაგრამ როგორც კი საქმე მივა, ანუ სერიოზულ გამოყენებამდე დანა პირი იკეცება, ხვდება თითებზე და იწყება სიმწარე მოკლედ. ვიღაცა იტყვის, რომ ლევან შენ არ იცი დანის გამოყენება და შეიძლება ის მართალიც არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემთან ერთად, ანუ 99.9% ადამიანების, ვინც ასეთ დანებს ყიდულობს, ჩემთან ერთად არ იციან გამოდის დანის გამოყენება და გაიჭრიან თითებს. ამიტომ slip joint-ები გამოდგება მარტო სახლში, აი მაგიდაზე რაღაცა ფურცელი გაჭრათ, კონვერტი გახსნათ, გზავნილი გახსნათ, ვაშლი გათალოთ, ნებისმიერი სერიოზული სამუშაო, რომელიც გულისხმობს დანის პირის კონსტრუქციის ოდნავ დატვირთვას, მოერიდეთ. ან რა ვიცი რაღაცა სპეციალური მეთოდი გამოიყენეთ იმისთვის, რომ თითები გადაგირჩეთ. პრობლემა ამ დანებთან კიდე ის არის, რომ ანუ სიბნელეში თავისი ანუ ფორმიდან კონსტრუქციიდან გამომდინარე, ანუ შეიძლება ვერ მიხვდეს დანა შენთან პირით შენსკენ არის, პირით შენგან არის, 1-2 მაგის გამოც გავიჭერი ხელი, იმიტომ რომ ასე შევეცადე, რომ დანა დამეკიცა. კი, ეს არის ანუ slip joint-ების ზოგადად პრობლემა, ჩემი აზრით, ყველა დასაკეცი დანა უნდა იყოს აღჭურვილი ფიქსატორით, იმიტომ რომ ფიქსატორი პირველ რიგში არის უსაფრთხოების ფუნქცია, ანუ ის უზრუნველყოფს თქვენი თითების უსაფრთხოებას. რა გასაკვირია, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებში, ბევრ სახელმწიფოებში, ანუ სოფლიოს ირგვლივ, როდესაც იწყება ეს თავდასხმა დანებზე, ანუ თავს ესხმიან ფიქსატორებს, იმიტომ რომ გონიათ ეს ფიქსატორი რაღაცა საიდუმლო სამხედრო დანიშნულების
რაღაცა მოწყობილობა, რომელიც ანუ ზრდის დანის შესაძლებლობებს სინამდვილეში ანუ ერთადერთი რასაც ისაკეთებს უზრუნველყოფს ანუ აი ამ დანის ფლობელის თითების უსაფრთხოებას. ხოლო სახელმწიფო რა უზრუნველყოფს რაღაც თავისი ილუზორულ უსაფრთხოებას ჩვენი თითების ხარჯზე შესაბამისად. ასე რომ slip joint-ები არ იყიდოთ, დამჯერეთ, არაფერი არ გამგადგებათ. უწევ რეკომენდაციას და ჩემი აზრით ყველას უნდა კონდეს, ეს არის ეს Victorinox კლასიკი, ყველაზე პატარა დანა. ეს დანა არის ლეგალური რა ყველგან სოფლიოში, არანაირი პრობლემა კანონთან არ შეექმნებათ და რომელი დანა არის ყველაზე სასარგებლო, რომელი დანა არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი, ხო? ის დანა, რომელიც ყველაზე მეტ დროს თქვენთან ატარებს და ესეთი სწორედ ეს არის და ჩემ შემთხვევაშიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტი სწორედ ეს არის. დოთ კონტროვერსიულობის ხარისხი და გავაბრაზოთ ბევრი ადამიანები და თქვათ ესეთი რამე. თქვენ არ გჭირდებათ ძვირიანი დანები, რომლებიც იყენებენ რაღაც ახალ გახაიპებულ სუპერ ფოლადს. რატომ აგიხსნით? სუპერ ფოლადი, რა სუპერ ფოლადიც არ უნდა იყოს, რა სუპერ თვისებებიც არ უნდა კონდეს გარეკლამებული, ადრე თუ გვიან ეს დანა დაბლოკდება და გახდება გასალესი. სუპერ დანა, სუპერ ფოლადი, სუპერ სალესი, სუპერ ფასი. თქვენ უნდა გკითხოთ თქვენ თავს, ანუ რა გამოგადგებათ უფრო. რაღაცა ეგზოტიკური დანა, ეგზოტიკური ფოლადი, თუ ჩვეულებრივი 420 ფოლადი, რომელიც თავის დროზე ასევე განიხილებოდა როგორც რაღაც ჯადოსნური სუპერ ფოლადი, უფრო გამოდგება თქვენთვის, იმიტომ რომ ამის ალესვას შეძლებთ თითქმის ყველაფრით. ანუ მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, ესეთი დანა მდინარის ქვაზე ალესოს, ისე რომ მე ფურცელს გაჭრის ჩვეულებრივად. ბლაგვი დანა არის ბლაგვი დანა, ფოლადს მნიშვნელობა არ აქვს. სუპერ ფოლადი, სუპერ სალესი, სუპერ ფასი, მეტი მოვლა, მეტი ძვალება, თუნდაც იმის ხარჯზე რომ შედარებით დიდხანს ინარჩუნებს სიბასტეს. აბსოლუტურ უმეტეს შემთხვევაში თქვენ თანამედროვე დანის ფოლადებს შორის, რომელიც გამოიყენება დანებში, განსხვავებას ვერ ნახავთ, ვერ შეამჩნევთ პრაქტიკულად.